და მარიკა ასევე სიუჟეტი, რომელიც ახლა გავა ჩვენს ეთერში, ასევე შენი მომზადებულია და ის საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და სასულიერო პირების დაპირისპირებას ეხება. ორივე სიტყვით ამ სიუჟეტის შესახებ რომ გვიამბო. დიახ, ეს სიუჟეტიც რელიგიურ თემაზე არის. მე ხა ჩამოვთვლი არასრულ სიას, შემდეგი ღონისძიებებისა, კაზანტიპი 17 მაისი, ასურეთში გამართული მუსიკალური ფესტივალი ჯემფესტი, კაცხისვეტი და სხვა ეს ამბები ყველაფერი უკავშირდება სწორედ საზოგადოებისა და სასულიერო პირების დაპირისპირებას. ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ რელიგიას არ აქვს უფლება ჩაერიოს საზოგადოებრივ წყობაში, ხოლო ხალხის ნაწილი, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ ეს ღონისძიებები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, სწორედ სასულიერო პირების მიმართ მათ წინააღმდეგ პროვოკაციის მიზნით არის დაგეგმილი. ჩვენი რეპორტაჟი უშუალოდ მოგიყვებათ კაცხის სვეტის ისტორიას, რომელიც ყველაზე ბოლოა ამ დაპირისპირებებში, ბოლო და ასე ვთქვათ ხმაურიანიც. ამ შემთხვევაში ადგილობრივმა ბერებმა კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოაძევეს სპორტსმენი, მეკლდეურები და ასევე საჩხერის სამთო ბატალიონი, რომლებიც სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდეზე ვარჯიშობდნენ. ჩვენ ამ რეპორტაჟში ახლა უფრო დეტალურად მოვუსმენთ ამ ისტორიას და გავიგებთ ყველა სხვა მიზეზებს, რომლებიც საერო და სასულიერო პირებს შორის კონფლიქტის საგანი ხდება. კაცხის სვეტთან ახლა მეკლდეურთა კლუბის წევრები აღჭურვილობის გარეშე ადიან. მათი 11 წლიანი შრომა, კლდის სამაგრები და მოგონებები უკვე აკრძალული ზონის მიღმაა დარჩენილი. კლდეზე მცოცავი ახალგაზრდები ჯერ რამდენჯერმე გააფრთხილეს. ცოტა ხნის წინ კი მონასტრის ტერიტორიაზე საერთოდ აღარ შეუშვეს. გახმაურდა თუ არა მეკლდეურების ამბავი, საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. ერთმა ნაწილმა მათ წმინდა სვეტის შეურაცხყოფა დააბრალა. თუმცა, როგორც ადგილზე გაირკვა 40 მეტრიან სვეტს, ისინი არასდროს შეხებიან. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს თქვენ აღარ გიშვებენ კაცხის სვეტზე საცოცად, არ გულისხმობთ უშუალოდ სვეტს, ხო? არა, აქ საერთოდ საცოცად არასდროს ავყოფილვართ ჩვენ თაობას აქ არ უცოცია. ნუ ეს იყო. ახლა უკვე შესვლა შეიძლება და იქნება აგვიხსნათ, ამ კლდეზეა საუბარი თუ რომელია? ხა ეს პირდაპირ ასაც ხედავთ, ეს კლდე იყო ჩვენი ბაზა, სადაც ქონა გაკეთებული მარშრუტები, სადაც ვარჯიშობდით და სადღაც 200 ლარამდე, 150-დან 200 ლარამდე ჩდება ერთი მარშრუტის გაკეთება. ეს უბრალოდ დაახლოებით 40-მდე მარშრუტი იყო გაკეთებული. 200 გამომრავლოთ 200. ხო, ნუ ეს მარტო ჩვენი არ არის გაკეთებული, აქ სამხედროების გაკეთებული წაი რა თქმა უნდა, მაგრამ ესეც დანაკარგია. თავარი ლოკაციის კლდის გადაღება ჩვენც ვცადეთ, მაგრამ ღობის მიღმა შესვლის უფლება არავინ მოგცა. ბატონო. განმარტებებისთვის ადგილობრივმა ბერმა კამერის გარეშე დაგვიპარა, ამიტომ მხოლოდ მისი ხმის ჩაწერა მოვახერხეთ. ბერული ცხოვრება და ერული ცხოვრება ერთმანეთისაგან ამ კუთხით განემიჯნება რა. პრინციპში გადაწყვეტილია ეს საკითხი, ანუ ამაც შეშვება უკვე შეუძლებელია. სამწუხაროდ შეუძლებელი. და კუთვნილებით ეს აი მიწა ვთქვათ ესე რომ ვთქვათ საპატრიარქოსია? საპატრიარქოს. ვის ეკუთვნის მიწა, რომელსაც კაცხის სვეტი დგას და რომელსაც მამაო ეკლესიის ტერიტორიას უწოდებს. ამ სიტუაციური ნახაზის მიხედვით ჩვენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ოფიციალური დასკვნა მოვითხოვეთ. პასუხში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული. ასე რომ, ქართველი თუ უცხოელი სპორტსმენები მთელი ამ 11 წლის განმავლობაში ღია საჯარო სივრცეში კანონდარღვევის გარეშე მოქმედებდნენ. თუ ვიღაცამ გამოთქვა პროტესტი ამის შესახებ, რომ რატო გამოგვიშვეს ეს არ აინტერესებს საერთოდ, არ შესულა ჩვენ მდგომარეობაში, რატო გვიჭირს ესე აქედან წასვლა. სვეტიდან 500 მეტრის მანძილზეა საცოცი მარშრუტებით აღჭურვილი მეორე კლდე, ეგრეთ წოდებული კანიონი. გამოძევების შემდეგ სპორტსმენები ამ კანიონთან გადმოპარკდნენ. თუმცა ვარჯიში დროებითია, რადგან აქაც ახალი ხის ღობე გაჩნდა და ტერიტორია შემოისაზღვრა. უკვე ერთი წელი ასეა შემოსაზღვრული. ეკლესია არ დგას არსად, სადაც ან წირვა ლოცვას აღავლენენ ან რაიმე, აქ არის უბრალოდ საცხოვრებლად გამოსაყენებელი კელიები, სახლები. არ ვიცი, ნუ ჯერჯერობით შემოვდივართ აქ, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, უახლოეს მომავალში აქაც ვეღარ შემოვალთ. ჩვენ ვესაუბრით ამ ტერიტორიაზე და ასეთი პასუხი მოგცეს მათ, რომ რა ჩვენ უკვე ავაშენეთ და იქიდან ხო არ გაგვიშვებთ, როდესაც უკვე მრავალი წელია აქ ეს დამუშავებულია ეს რეგიონი, საცოცი პარკი და ხდება პირიქით, რომ ისინი გვიშვებენ ჩვენ. ალექსანდრა ჯაფარიძის და მიხეილ ხერგიანის ეპოქის შემდეგ საქართველოში მეკლდეურობის განვითარებაზე არც თუ ბევრმა ადამიანმა იზრუნა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ამ სპორტისთვის არავის ეცალა. აქტიური ვარჯიში სწორედ ამ თაობამ 2000-იანი წლებიდან დაიწყო და დაინტერესებამაც მას მერე იმატა. პირველი სპორტული საცოცი მარშრუტებით კაცხის მიდამოებს უკავშირდება.
ცოცავები ამბობენ, რომ ამ შემთხვევის გამო საქართველოში მეკლდეურობა დიდ დარტყმას მიიღებს და მათი ბედი ხელახლა ისევ ჰაერში დაეკიდება. შეიძლება ითქვას პირდაპირი მნიშვნელობით დამცავი თოკის გარეშე. ანუ ეს ყველაფერი რომ მოვიძიოთ ამას ჭირდება წლები, ისედაც ახლა ნელ-ნელა ვითარდებოდა ეს სპორტი და პოპულარული ხდებოდა და ასეთი ხელშემშლელი ფაქტორი საერთოდ ძალიან ხელს შეუშლის ხელს განვითარებაში რა, ხო, აყოვნებს. ხო, ანუ გამოდის რომ უნდა დავთმოთ ძალაუნებურად, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის, უნდა დავუთმოთ და გამოდის რომ ეკლესია არის პრივილეგირებული ამ შემთხვევაში. პრიორიტეტებს არკვევდნენ ერთი კვირის წინაც, ზაჰეში, სასაფლაოსა და ტაძარს შორის ტერმინალის ტერიტორიაზე. სცენასთან ჩასულმა სასულიერო პირებმა ორგანიზატორებს კონცერტის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ასეც მოხდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი მიზეზით. ელექტროენერგიის გათიშვა, მუსიკად შეწყვეტა და დედაოს გეგმებით. სცენაზე ასულიყო და ხალხისთვის მიემართა. რის თქმას აპირებდა მაშინ ძიმე როკის მოსასმენად მიზული ახალგაზრდებისთვის მონაზონი. ამ შეკითხვით ჩვენ მას ეკლესიაში მივაკითხეთ, თუმცა პასუხის ნაცვლად მუქ არა დავიმსახურეთ. ძალიან მინდა ხოლმე რომ ხალხმა გაიგოს რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ რუსთავიორის იმედის პირველი არხის ტელევიზიის საშუალებით ვფიქრობთ, რომ მაინც ვერ გაიგებს ჩვენ სათქმელს. ჩაკეტილია თქვენი მხარე, ხვდებით თქო რომ ეს დიახმით. არ წესუანი. იმიტომ რომ უნდათ რომ პასუხი გავცეთ, მაგრამ დიახ, ისმენთ. გამარჯობა. ბატონო, ცუდად ისმის ერთი წამი? არა, მიწერთ. არის საჭირო. არა, ერთი წუთით მონასტრის ტერიტორია დავტოვო და სამართალდამცავებს გამოვიძახებთ, ეს რას ნიშნა? არა, მე მუქრება სამართალდამცავ ორგანოებს გამოვიძახებთ და დატოვე ტერიტორია და ხა მოწმე ხართ რომ მოვედი და გესაუბრებით, ხო? დავაშავე რამე კონკრეტული? რა დავაშავე? არა. ეს არის მონასტრის ტერიტორია, სადაც შემიძლია მოვიდე და გაგესაუბროთ. კი, მაგრამ ჩვენ გითხარით რომ არ გვაქვს სოფლიო გაგესაუბროთ. გასაგებია, მაგრამ ეხლა ეს დამუქრება, თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ასე უნდა ყოფილიყო, რომ დავტოვო ტერიტორია და არ მესმის და ვერ ვაზრუნებ. ესეთი სიტყვები მითხრეთ ეხლა. კი, მესმის რომ ესეთი და აბსოლუტურად ჩვენთვის გასაგებია, რატომაც გითხრით და თქვენთვის. ნახოთ. ჯემფესტის მონაწილეებისგან განსხვავებით ჩვენ უფრო სწრაფად დავტოვეთ ზაჰესი და სამართალდამცავების გამოძახება საჭირო აღარ გახდა. სასულიერო პირებისა და სამოქალაქო სექტორის კონფლიქტი კი რამდენიმე დღეში საპარლამენტო კომიტეტში გაგრძელდა, სადაც ფემიციდის კანონის მიღება ჩავარდა. ეკლესიასთან და ერთთან დაპირისპირება არ წარადგება. ეს მაგალითი გაქვთ წინა ხელისუფლების, იგივე საკეთებთ თქვენ უარეს კიდე. ეს კი 2014 წელია, როცა პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონს განიხილავს. ამ კადრებმა მაშინ ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ სოციალურ ქსელში კანონის შინაარსზე მეტად ის უფრო აინტერესებდათ, თუ რატომ ესწრებოდნენ სასულიერო პირების ხდომას საკანონმდებლო ორგანოში. სახელმწიფო და ეკლესია თავის ურთიერთობას არეგულირებს ერთის მხრივ კონსტიტუციით, მეორეს მხრივ ასე ვთქვათ, მაღალი რანგის დოკუმენტით. ეს არის საკონსტიტუციო შეთანხმება. მთავარი პრინციპი აქ არის ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა. ვის როგორ ესმის ჩაურევლობა, როგორი ინტერპრეტაციას აქვს ადგილი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სასულიერო პირს არ აქვს უფლება აზრი გამოთქვას, რა თქმა უნდა, ის ცდება. დაპირისპირებები, რომლებიც რელიგიურ ნიადაგზე ჩნდება, ბოლო დროს უფრო და უფრო მწვავდება. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეკლესია საზოგადოებრივ საქმიანობაში ერევა. რამდენად ჯანსაღია ამ უხილავი თუ უკვე ხილული კონფლიქტის არსებობა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 86% მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია. ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ფიქრობს, რომ შეცდომა იმ თავითვია დაშვებული, როცა სამოქალაქო და სასულიერო სექტორს ერთმანეთისგან ვმიჯნავთ. თუ ქვეყანა დემოკრატიულია, ნებისმიერი მანტიის მქონე ადამიანი მხოლოდ კანონთან და უფალთანაა თანასწორი. თუნდაც სასულიერო პირი სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის თვალსაზრისით პასუხისმგებლობის წინაშე იყოფება. ეხლა თუ ადამიანი უადგილ-ადგილას გადადის, თუნდაც სასულიერო პირი, იქ შეიძლება მივიდეს პატრულის ოფიცერი და უთხრას, რომ თუნდაც დაგულოცეთ მამა, მაგრამ შემდგომ უთხრას ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აგერ თქვენ არ გყავთ მოძრაობის წესებს. ეხლა თუ ჩვენ გაჩნდა ისეთი დამოკიდებულება, რომ ვიღაცა კანონზე მაღლაა და ვიღაცას უფლება აქვს ყველაფრის, თავისთავად ცხადა ეს უკვე გაღიზიანებას წევს.
რატომ მიაჩნია საზოგადოების ნაწილს, რომ სასულიერო პირები დოგმებს გვიწესებენ? ან ვინ უნდა დაარეგულიროს, რა სიხშირით უნდა აკონტროლოს ეკლესიამ სამოქალაქო ცხოვრების პროცესი? ქვეყანაში, სადაც მრავალი რელიგიური უმცირესობა ცხოვრობს, საკმაოდ მწვავე კონფლიქტები თავად მართლმადიდებლებს შორის იქმნება. ხან ფიზიკური შეხებით, ხან სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხანაც ვირტუალურად, სოციალურ ქსელში, რომელიც ბოლო დროს ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე მიმზიდველი ტრიბუნაა. დიდი